საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით მე-13 დღეს და იცით რა მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ეხლა მე და ჩემ მეუღლეს და ამაზე ვისაუბროთ. საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა გაურკვევლობა არის აი ამ სამების საკითხში, რომ არის მამა, არის ძე, არის სულიწმინდა და სად არის დედა, ხო? სად არის დედა, ხო? სად არის დედა? აი ამ საკითხზე ვისაუბრებთ ეხლა მე ჩემს მეუღლეს თავისი დაკვირვების ნიადაგზე ამ ბოლო დღეებში, რაც გაიაზრა მარინოს. მზად ხარ რომ ისაუბრო? ხო. მაშინ გამოჩდები კამერაში? გამოჩდი რა. ხო, როგორც არის? როგორ არის საჭირო? ეგრე ვიქნებით. კაი, აი გამოვაჩენ ახლა ჩემს მეუღლეს და ჩავწევ ამ სამების სურათს. მარინოს. ეხლა მითხარი აი შენ ამ დღეებში რა დასკვნა გამოიტანე ამ ჩვენი სტუმრობისგან გელას რო ვესაუბრეთ. აი გუშინ ძალიან საინტერესო მომენტი იყო და ეს გელა ხო? ჩვენი მეგობარი ვინც ცხოვრობს ხანახან გზაში, ხანახან ალვანში, ხანახან თუშეთში ალბათ და აი ეგეთი როგორი ხო რა, აი თირუდა ხო? თირუდა ამ ქალბატონების საკითხები ხო? აი როგორც მოიქეცენ, როგორც ის და ეს ხო? და მე ფიქრობდა ხო, აი როგორ არის სოფლიოში ხო? რელიგიაში. აი მათო მამა კაცები არიან წინ. და სად არიან ქალბატონები? სად არიან? სად არიან ხო? სამებაში? სამებაში Dreifaltigkeit ხო? ხო. არ არიან სამებაში. ხო, აი წმინდა სული არ არიან, ხო? წმინდა სული მე მგონი არ არიან ქალბატონები. სულიწმინდა, ხო? არ არის ანუ ხო შენ ამბობ რომ მამა ძე თუ არის, სად არის დედა, ხო? სად არის დედა, ხო? აბა სად არის დედა? მამა თუ არის, შვილი თუ არის, სად არის დედა? აი სად არის დედა? ხო. სად არის დედა? აი მაგაში სად არის დედა? ესე იგი ეს არის ერთი რელიგია დედას გარეში? დედას გარეში არის? ღვთისმშობელ მარიამს. თუ დედა არ მნიშვნელოვანია. მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? მნიშვნელოვანი. არის დედა. აი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის დედა, მაგრამ დედა არის ფესვი. აი დედა არის ფესვი. აი მე მგონი დედა არის ფესვი. და რო არ არის ფესვი რელიგიაში, ესე იგი გამოდის რომ უფესო რელიგია არის. უფესო რელიგია. და იცი როგორ არიან ხაიხი, რომ არიან უფესო? ხო. არამყარი. დაკარგული არიან. დაკარგული არიან. და ეს რელიგია ხო აი როგორ გამოდის დედას ფესვის გარეში არის დაკარგული. ანუ შენ ამბობ რომ მამა, ძე და სულიწმინდა საკლია ერთი კიდევ კომპონენტი რა, ერთი ჰიპოსტაზი, რომელიც არის მდედრი, დედა, ხო? დედა აკლია რა ქონდა. აი ეხლა ოჯახის სურათი, ხო? არის
დედა, მამა და შვილი. ხო? და რაც არის დედა და მამის შორის, ხო? და შვილის შორის, სხვათა შორის. არის სული წმინდა? ხო. ანუ ეს მთლიანად ეს სული რაც იქმნება იქ, ხო? მთლიანად რაც არის ამ არ ვიცი, ადამიანი ამ შეგრძნება, ხო, შეგრძნება, Gefühl, ხო, diese ganze Situation, was da ist, ხო? და თუ მამა არის რაციო, ხო? ხო. აი, მამა არის უფრო რაციო. მე რო ვფიქრობ ჩემი მამაზე. ხო, არის უფრო რაციონალური და უფრო ესე იგი, ხო? ლოგიკური. და გრძნობა არის დედა? ხო, გრძნობა არის დედა. ხო. გრძნობა აი ეხლა გელა როგორც ამბობდა, ხო, გელა რამ სამჯერი კი რა კაცმა, ხო? გრძნობა არის ყველაზე დიდი გმერთი არის გრძნობა. გრძნობა, ხო? ხო. Ein das Gefühl ist es შეგრძნება. განცდა, ხო? Der Gott, verstehst du? Ratio, ხო, აი. ხო, ლოგიკა არ არის. ლოგიკა არის ყველას იციან ლოგიკა რა. აი, ყველა შეუძლია ლოგიკა. ყველა არა, სხვათა შორის არა, მაგრამ მაინც უმრავლესობა. არ ვიცი რა, აი. ანუ შენ ეხლა რას ამბობ, იცი, გულში ჩასვლას ქრისტე რასაც ამბობს, ხო, რომ გულში უნდა ჩახვიდე და იქ იგრძნო შენი. ეს ლოგიკა ხო, არის. შენი ეს სიყვარული. ლოგიკა ეს არა, ეგ გრძნობა. ლოგიკა არის, ეს გრძნობა არის. ხო, ეგ არის გრძნობა. ლოგიკასა და გულს შორის არისო სული, გეუბნება ქრისტე. ანუ სასულე ქვია ამას, ნახე, მარინო შევამხედე, ყელში, აი აქ, აი ას, სასულე ქვია ამას. სასულე. ეს ლოგიკა, ეს გრძნობა. ეს მამა, ეს დედა, ეს მამრია, ეს მდედრია. ეს შვილია. და ეს აი აქ სასულე, სული არის აქ. ესე იგი აქ რომელიც გამოდის პირიდან, რას გრძნობ, რას ფიქრობ. რას გრძნობ და რას ფიქრობ, აქედან გამოდის, აი, ენერგიადან. ენერგია, ენერგია. ესე იგი ეგრე გამოდის, რომ თუ ეს და ის ნობა და ლოგიკა არის ერთმანეთთან კავშირში გამოდის ენაზე. კი, სხვანაირად ვერ გამოთქვა. საინტერესო. ხო. ესე იგი ენა არის ყველაზე ეს არის შედეგი, ესა ნაყოფი. გესმის? აი ამ პროცესში მამა, დედა და შვილი ნახე რა უნდა შვა? ლი უნდა შვა, გესმის? ლი. თქვენი ენაზე არის შვი, დაბადე, ლიო გეუბნება და ლი კიდე არის ღმერთი. ანბანში, გესმის? ჩვენი ანბანში და თუ კი აქ მამამ გადაწყვიტა გულთან დაკავშირება, იგრძნო თავისი რაღაცები, აი როგორც გუშინ შენ, ხო? დაინახე ადამიანი ხედავ რომ ტირის გრძნობა, აი შენ შეგეხო, ხო შეგეხო იმის გრძნობა, რომ ტიროდა, ხო? მერე შენ ხო იფიქრე, რა არის, რა ხდება აქ? ხო. აი აქ ხო იფიქრე. ხო, ეხლა ხო გამოუშვი პირიდან, ხო? აი ეგ არის რა, შვილი. მამა, დედა, შვილი. და ბუმ. და რატო არ არის აი ამ რელიგიას ცენტრი არის? აი ის რა. მარტო თავი ხო? მარტო თავი არის. და სად არის გული? სად არის გული? ქრისტე. არა, ქრისტე ხო, ქრისტე რა არის? ქრისტე არის შვილი. ესე იგი შვილი აქ არის და დედა უფრო ქვევი თუ სად იქნება? აი ნახე. აი გავიქე. მე იცი რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ იმას, რომ 3-4 თვითონ სიტყვაში 3 და 4 რაღაც არსებობს რა. ეს მე-4 არის ამოსაცნობი. რასაც ახლა ამბობ შენ, რომ დედა აუცილებელია რა. დედა შობს. დედა რო არ იყოს, მამამ რაც არ უნდა თესლი აფრქვიოს, ვერსადვერ რა, საწავა ის თესლი, ვერსადვერ ჩასახლდება, ხო? და აი ეგრე არის საერთოდ მამა ზეციერი, დედა მიწა. ჩვენი მიწა არის დედა.
გესმის? თუ არ არის ამ რელიგიას არაფერს არ დედაზე. დედაზე არ იძახის არაფერს, ხო? გასაგებია, წმინდა მარიამი არის როგორც დედა, ხო? მაგრამ არა აქვს ეს ფუნქცია რა, არა აქვს საერთოდ ეს ფუნქცია რაც უნდა. რაც მამას აქვს. რა თქმა უნდა, მამა აი არაფერი არა აქვს ფუნქცია, ხო? მარიამს? აი მარიამი არის, ხო? მაგრამ არა აქვს რა ქვია რაღაცა აი სიტყვას ვერ ამბობს. ხო, სიტყვას ვერ ამბობს და აი die Dreifaltigkeit სამება, ხო? ხო, სამება. სამებაში არ არის. არ არის სამებაში, ხო? რატო არ არის სამებაში? რატო არ არის სამებაში და ეხლა როგორ გამოდის 6-4. 6-4? ხო, აი რა, გამოდის თუ 4-ება, თუ 4-ება. 4-ება? 4-ება. ხო, 6-4 სხვა რამე არის მე მგონი. 4-ება არის ნამდვილი სიტყვა არის 4-ება. 4-ება. მაგარი რა. 4-ება. 4-ება. ნახე. 4-ებს ხეებაო. ლალი შენ მიხვდები მაგას. მე არ 4-ება. 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 მე-4 დონის მიღწევა. არის ეგ რომ გავიაზროთ დედის არსი, ხო? ხო, აბა. შემი დედა კი არ ვიძახოთ. არა. აი საინტერესო რაღაც თქვი რომ რატო ხდება საქართველოში რომ სულ დედას ეტაკებიან და დედას აგინებენ, ხო? შვილებიც და ყველა. დედებში არიან რა, არ ვიცი დედებში იქით აქეთ არ ვიცი დედებში არიან. დედის გინებაში, ხო? არ ვიცი. გერმანელებს არა აქვთ, ხო? არა, საერთოდ არ აქვს ჩვენ. აი საერთოდ არ აქვს. აი 10 დედის გინება, ხო? ვერც წარმოიდგენთ ეგეთ აი რამ. ეხლა ჩემი ოჯახში ხო საერთოდ აი ხო ესეთი გინება. შენ ოჯახში გასაგებია რომ საერთოდ გერმანიაში არა, გერმანიაში ეხლა მე სხვა ოჯახები ვიცნობ ხო და იცი სად არის ეგ ასოციალური იმეებში არის. Meine Mutter. Weißt du, es gibt diese meine ეს არის იქიდან შემოდის. შემოტანილია, ხო? ჩვენი ენაზე ეგეთი რამე არის. იმიტომ შეიძლება ჩვენ ვიფასოთ დედებს. აფასებთ დედებს. ვაფესებთ დედებს. აფასებთ დედებს, ხო? როგორ შეიძლება დედას შეაგინო, ხო? ესეთი რაღაცა წარმოუდგენ. ეს არის დაბალი სოციალური სფეროს. დედამიცა არის ჩვენთან, ხო, მუთაიადე. დედამიცა, მუთაიადე. გერმანულადაც ეგრე ქვია დედამიცა. Vaterland. აქაც გვაქვს ესეთი. ჩვენთან სამშობლო ქვია, თქვენთან მამის მიწა, Vaterland, მამის ტერიტორია. სამშობლოს ქვია მამის ტერიტორია, მამული, ხო? ხო, მაგრამ ჩვენ დედამიცა, ხო, მუთაიადე. ხო. და მამულის აკე ეს უფრო მეტი პოლიტიკური არა, პოლიტიკური არ არის მამული. არა. Vaterland, ხო? Vaterland, ხო. არის უფრო მეტი პოლიტიკური, ხო? აი ეთი ქვეყანა შემოფარგლული ქვეყანა არის. ხო. და მიცა არის სხვა რამე რა. ხო. და Vaterland არის უფრო მეტი აი რამ პოლიტიკური სამხარო არის Vater. ხო, მამა. დედა არის უფრო მეტი მიცა, ხო? აი მიცა. მიცა. რომელიც ბადებს ყველაფერს, ხო? ხო, ბადებს ყველაფერს და ეხლა მახსოვს გუშინდელი ამბავი, ხო? იმიტომ არის ყველაზე ძვირფასი არის დედა. ქალები, ხო? იმიტომ იბადებს თუ შობს, ხო? შობს ყველაფერს. აი მამა მიშლოვანია, ხო? ეგრე არის, რომ მამის გარეშე, მაგრამ მამის გარეშე არაფერი არ გამოდის, ხო? აჰა, მარიამი მამის გარეშე დაორსულდა, ვთქვათ. მაგრამ მამა ზეციერი. ხო, მაგრამ ხო, მამას გარეშე ეს საინტერესო საკითხი არის, იმიტომ მამის გარეშე აკეთებ, ხო, მაგრამ დედა ამიშლოვანია რა არის, ხო.
ძალიან საინტერესოა რა. არა, საინტერესო თუ უცნაური. კომშონა ინტერესო. ორივე საინტერესო ეხლა რო ამაზე ვიფიქრობ, ხო? მაგრამ ხო, აი მამის გარეში ცნორია რა, ძალიან. მამის გარეში, მაგრამ დედა აი ძალიან საინტერესოა. ეხლა მამის გარეში, ხო? ხო. Mami ist garisch. Also, jetzt muss ich mal kurz auf Deutsch sagen. Ja. Das heißt, die haben alles total falsch verstanden. Wer? Alle. ყველაფერი შეცდომით გავიგეთ? Also, wenn die Frau ohne Mann gebären kann, ja. ხო. Also, ohne Mann. თუ ქალი კაცის გარეშე შობს, მაშინ? ხო, მაშინ ყველაზე dann ist genau das, was ყველაზე შემძლე ქალი das ist ყოფილა. genau das, was er auch sagt, ja. ხო. Das ist dann ist die Frau der Gott. ანუ ესე იგი თუ ქალს მამის გარეშე შეუძლია შოს სიცოცხლე, შუას სიცოცხლე, მაშინ ქალი ყოფილა ღმერთი, ხო ესე გამოდის, არა? ხო. ანუ რო ავიღოთ ესე თეორიულად, თუ ქალი დაორსულდა კაცის გარეშე, ესე იგი მართლა ღმერთის დონეზე ასულა ქალი, ხო? ქალის იპოსტაზი, ხო? იმიტომ რომ ღმერთთან კავშირშია პირდაპირ და შეუძლია დაორსულება. ანუ ეს გერმანულად გეტყვი რა. Wenn eine Frau ohne Mann sich fortpflanzen kann, ohne Mann, dann ist er schon Gott geworden. Ja, in den Gottes. Jetzt ist die Frage, was hat, da bin ich jetzt nicht so fest, ja, wer hat geholfen, dass diese Frau sich fortpflanzen konnte? Angelosi mivida და უთხრა რომ უნდა ჩაისახოს მასში. ხო, aber der Heilige Geist ist in sie gefahren. Also სულიწმინდას რაღაცა ხო და სულიწმინდა როგორ მიიღო ქალმა, ესე იგი თუ ქალი შეძლებს განწმენდას, კაცი საერთოდ აღარ სჭირდება მაშინ რა. იმიტომ რომ სულიწმინდა დააორსულებს პირდაპირ. ესე გამოდის რა ამ ისტორიის მიხედვით. თუ ქალი მარიამა ხომ შეძლო რომ აი ეს მიიღო ღმერთმა დაუშვა რომ ჩამოსულიყო, ხო? და ჩაისახა შიგნი მარიამში. აი, ლაღი ბიჭი ეჰელის შემთხვევაც ეგრეა. ეგრე არის, ხო? ხო, მაშინ ესე იგი ხშირად ხდება ეს ვითარება, ეს მომენტები ისტორიებში. ესე იგი ლაღი ბიჭი ეჰელის ისტორია არის 4000 წლის. ქრისტეს ისტორია არის 2000 წლის. ესე იგი ყოველ 2000 წელში ხდება ესეთი რაღაცეები სხვადასხვა ადგილებზე, იმიტომ რომ ქრისტეს ამბავი, ანუ ქალში ჩაისახება სულიწმინდა არის სხვათა შორის ვედურ ფილოსოფიაშიც ხდება. თამარ ოთხება მომეწონა, ხომ შეიძლება მე-400 ანბანის დონზე იყოს მინიშნება კი? ნატო დონი დაკარგული გვაქვს, ხო გვეუბნება ჩვენი ანბანი. და როდესაც დონს შევიძენთ, აი დონზე უკვე გავალთ სხვა პორტალში რა და სხვა პორტალის გახსნა კიდე ახალი ცნობიერების გახსნა, არაფერი სხვა გარდა ცნობიერების გახსნისა. აქედან გამომდინარე, ახლა ძალიან საინტერესო თემები გაიხსნა იმაზე, აი მოდი მოვტრიალდები, ძალიან საინტერესო თემა გაიხსნა ამ ჩვენი სტუმრობით გელასთან, რომ გელამ ეს საკითხი ამოსწია მაღლა კიდევ ერთხელ რა, რომ კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია დაფიქრდეს ამ თემაზე რა, ქალს რატო არ აძლევს ამ როლს, რომ გასაგებია მამა არის, ძე არის და დედა საწავიდა, ხო? სულიწმინდა არის და დედა სად არის? დედა არ არსებობს? ან დედის გარეშე შეიქმნა ეს ყველაფერი? მამრი და მდედრის ენერგეტიკა თუ არ არსებობს, არაფერი არ არსებობს, არც მამა ზეციერი არსებობს, არც ხო და საქმე მაგაშია რომ საწავიდა ეს ინფორმაცია სად დავკარგეთ, ხო? რატომ არის ამ დედის როლი ესე მარტო მარიამზე მოქცეული, ღვთისმშობელი მარიამი არის დედა და ის არის ესე იგი არც შეუძლია რომ შვილი გადაარჩინოს, არც მარტო შვილს ბადებს და მე ამ შვილს ვართმევთ ჩვენ ადამიანები და მამას ვერაფერს ვერ შველის რა, მაგაზე უკვე ვისაუბრეთ რომ მამამ გითხრა რომ თქვენი გადასაწყვეტი ეგრე თქვენი გასაკეთებელია რომ ჩემი შვილი გადაარჩინოთ და მე არ ვერევი მაგ საკითხში. всё, ხელები მაღლა ამიწევია. გესმის? და მარიამი კიდე დგას უსუსური
თავის შვილის მკვლელობას უყურებს რა. ეხლა რასაც იგი კარგი რა, ეს არის ძალიან სასტიკი სურათი ყოვლად შემძლე ღმერთის მერე. ვიღაცა იტყვის რომ ესე თუ არ უნდა მომხდარიყო, მაშინ არა ის ვიღაცა მეუბნება რომ თუ ესე არ მოხდებოდაო, მაშინ არასამართლიანი ღმერთი იქნებოდა. რა არასამართლიანი ღმერთი ბიჭო? თუ ღმერთი გადაწყვეტდა რომ მარიამის ბედნიერი იყოს, ქრისტეც ბედნიერი იყოს და ჩვენც ბედნიერები გავხდეთ ერთი სიტყვის თქმით, ვის რაში დააშავებდა მითხარი გამაგებინე, რატო იქნებოდა არასამართლიანი? თუ აუცილებლად უნდა დასჯილიყო მაინც კეთილი ადამიანი და წმინდა და ღმერთი უნდა დასჯილიყო, გამაგებინეთ, ვისთვის არასასურველი იქნებოდა ეს? ვისთვის იქნებოდა დამაზიანებელი ღმერთს რომ ქრისტეც გადაერჩინა, მარიამისთვისაც არ ჩაეგდო ამ მდგომარეობად. წარმოიდგინე ახლა ღმერთი მიდის მარიამთან, ეუბნება რომ მოდი მე უნდა დაგაორსულო შენ, ხო? ანგელოზის პირით. დაორსულებს და მე ესე მდგომარეობაში ჩააგდებს რომ ვერც შვილს გადაურჩენს, ვერც keine Wahl. არა აქვს, არანაირი ის არა აქვს და ეს არის კაცობრიობისთვის აუცილებელი. კი ბატონო, თუ ხალში ჩადიხარ, თუ სიტყვით იმის არ იყოს რა. იახვე ღმერთი მაგარი ღმერთიაო რა და ეს 200 ყმას გაწყვიტავს რა ეს იახვე ღმერთი რომ ეს ისა რომელიღაცა ერი გადარჩეს. ბიჭო, ერთ თუ მეორე ერის გამო წყვიტავ რანაირი ღმერთი ხარ, შენ არ შექმენი ეს უყველა? და აი ეს დეგენერატი იაღოველები რომ დგანან და იძახიან იახვე ღმერთი როგორ ამბობ მაგათ, როგორ ამბობ კი არა, იმას ვამბობ რაც არის, მკვლელი ღმერთია. მრუში და მკვლელი ღმერთია, როგორც ქრისტემ ამხილა და ეხლა მე კიდევ ვეუბნები რომ კი, მაგრამ გამაგებინეთ ერთი რისთვის იყო ეს აუცილებელი და რატომ იქნებოდა ეს არასამართლიანი რომ ღმერთს სიტყვით ხომ თქვა სიტყვა და შეიქმნა მთელი სამყარო. ხო თქვა სიტყვა და შექმნა ადამიანები, ზეციური ვარსკვლავები და მთვარემზე და ასე შემდეგ და ყველაფერი. ბიჭო, თქვი და გაუნათი ამ ადამიანებს გონება, სიტყვა თქვი და ნურ ჩვენ შვილს მოკლავდა, ნურც ამ მარიამს და ჩააგდება ამ მდგომარეობაში, ნურც ჩვენ ჩაგვაგდება ამ ვითარებაში. ხო იცი რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მაგისთვის, არა? ეს პროცესია, პროცესი, ხო, მაგრამ საწაიღოს დედა, საწაიყვანეს დედა. დედა ღმერთი არ არსებობს? თუ მამა ღმერთი არსებობს, დედა ღმერთი არ არსებობს? აბა დედა ღმერთებზე რო აქვს საუბარი ამ ძველ ყველა კულტურულ ნაშრომებს და ნაწარმოებს რა შიზოფრენები იყვნენ და მოგონილი ქონდათ? ჩვენ არ გვაქვს მოგონილი? ჩვენ დავინახეთ მამაზე ციერი უკვე, ხო? და იმათმა ისა მოიგონეს და ჩვენ არ მოვიგონეთ. და საქმე რაშია, იცი? აი ადამიანი დგელა, ხო? 4000 წლის ისტორიას ცრემლებით გვიყვება რა. რომ დღეს არავის არ აინტერესებს ის რა უბედურებაც მოხდა. აი რასაც სწაული მოხდა ჯერ და ზეციდან როგორ ჩამოისმა ხმა რომ ქალი არის ღვთისმსახურიო, ეუბნება ზეციდან ხმა ლაღი ბიჭი ეხელის ამაღლების შემდეგ, ლაღი ბიჭი ეხელი პატარა ყრმა ბავშვი, რომელიც დედას ჩაუქოლეს დედამისი, ხო? ამაღლდება, ფრთებს გამოისხავს და ამაღლდება ამ ხალხის თვალწინ. ეხლა იქ ვინ იქნებოდნენ მისული კაცები, ხო? მონადირეები და ისინი ქალები იქ არ მივიდოდნენ ჩასაქოლად. იქ ტყეში გამოქვაბულში. კაცებმა გაიგეს ხმა ზეციდან, რომ ქალია ღვთისმსახური. ქალს ეკუთვნის სიტყვა. რას აკეთებთ? რატო უქოლავთ ამ ადამიანებს, ამ ქალებს, გამაგებინეთ რა? გინდა ქრისტე მოვიდა და პირდაპირ გითხრათ, რომ ქალი მნიშვნელოვანი, ვინ იდგა ქრისტეს ჯვარცმის წინ? ქალები იდგნენ, კაცებისაც წავიდნენ და აითესნენ კაცები და ქალები დადგნენ იქ ქრისტესთან, ქრისტეს გვერდით. ხალხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ეხლა ემანციპაციას რო უწოდებენ, ეხლა რაღაც სიდებილეებს რა, მოიგონებენ ემანციპაცია კი არა, ხალხო, ჩვენ ის გასაგები. რას ნიშნავს ქალი? რა როლს ასრულებს? აი ამ სამების, მარტო სამება ხო, მაგრამ ქალი არსად არ არის ღმერთი? კი, მამაზე ციერმა შექმნა ყველაფერი, სიტყვა ამ მამაზე ციერს.
მდედრი ენერგია არ სჭირდებოდა? მარტო მამრი ენერგია იყო და მამრი ენერგია მოძრაობდა აი ამ ხელა სივრცეში? მდედრი სად არის? რატომ მალავენ ამ მდედრს? ხო? მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, რო ვამბობთ. ესე იგი მზეც და მთვარეც მდედრი და მამრი ენერგიების ფონზია შექმნილი, ხო? ანუ აგებულებით არის შექმნილი. მზეც და მთვარეც უნდა არსებობს. მზე მთვარის გარეშე არ არსებობს და მთვარე მზის გარეშე. ენოქის წიგნში ნათლად წერია. მათ 8 წლიანი ციკლი აქვს და ყოველ 8 წელში სხვადასხვა ციკლები იწყება. მზისა და მთვარის ციკლის სრული ციკლი მთავრდება 8 წლიანში, 8 წლის მერე. და აი ახლა ჩემი მეუღლეც რა თქმა უნდა ამაზე უფიქრია ხშირად, მაგრამ გუშინდელმა ამბავმა მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან დაგვაფიქრა რა ამაზე, რომ თუ კი თის ხალხს ქონდა ეს გამოცხადებები, ესეთი სასწაულები, ზეციდან ჩამოისმა ხმა ხალხო, როგორც ქრისტეს დროს ზეციდან ჩამოისმა ხმა, ისე ეხელი ბიჭის ამაღლების შემდგე ჩამოისმა ხმა და რატო ვუარყვეთ ეს? ანუ ვიღაცა მივიდა ქრისტეს სახელით ამ ხალხს დააჭრა თავები და ძუძუები, რომ აი ეს ინფორმაცია, ხო? გადაეხაზა რა მთლიანად. რატო ვერ მიიღო ქრისტიანმა ის, რაც პრინციპში არ ეწინააღმდეგება ქრისტეს მცნებებს. ქრისტეს შემთხვევაშიც ზეცაში ამაღლდა და ზეციდან ჩამოისმა ხმები, ამის შემთხვევაში ზეციდან ჩამოისმა. რატო მაინც და მაინც აი ძალიან გთხოვთ რა. დაფიქრდით ახლა ნუ მომაწერთ აქ ნურც ქვეყნის ერის რაღაცა იმას ნურც სექტას. ძალიან გთხოვთ მიიღეთ ისე როგორც საუბრობ რა. მე და ჩემი მეუღლე საუბრობ ძალიან. აი როგორც ფილოსოფოსები და როგორც განვიხილავთ საკითხებს. გვინდა გავიგოთ, გესმის? გვინდა ვიგრძნოთ და გვინდა გავიგოთ. Dem Gefühl beraubt. Verstehst du? ხო, აი მითხარი. Ai dem Gefühl beraubt. Diese Religion. გრძნობა წაგლიჭეს, ხო? ხო. ეგრე გამოდის. საღამომშვიდობისა პლატონ. ეგრე გამოდის. Ai dem Gefühl beraubt. Diese Religion ist dem Gefühl beraubt. რომელმა რელიგიამ წაგლიჭა? Ai ეხლა გრძნობა. ქრისტიანობა? Ხო, ai dem Gefühl beraubt. Ja, wir müssen mehr auf unser Gefühl hören, wir müssen mehr auf die Mutter hören, nicht nur auf den Vater. შენი აზრით ქრისტეს ეთახმება აი ეს რელიგია? Christe. ორივე იყო ცნობა და ინტელექტუა, ლოგიკა. ლოგიკა. გრძნობა და ლოგიკა. მაგრამ am religious an echt haben die schätzen es nicht wert, dieses Gefühl und die Logik, die er in sich vereint hat. Der hat Gefühl und Logik vereint in sich. Christus ist die Vereinigung von Logik und Gefühl. ხო, ქრისტემ გაერთიანა ლოგიკა და გაგრძნობა, ხო? და ამ რელიგიამ კიდე წაგლიჭა ხალხს გრძნობა. ხო, აბა, ეგრე არის. რითი წაგლიჭა, აბა? ვიცი რა თქო. აი იმით რომ მაგალითად თავისი სარწმუნოება აქვს ადამიანს, მიდის და აძალებს რომ შენ მე უნდა დამიჯერო, მე ვარ მართალი, გესმის? ხო? თუ არ დამიჯერებ, ჯერ გაწამებ, მე ძუძუებს დაგაჭრი, მე მოგაჭრი თავს და მე ყვერებსაც დაგაჭრი და ყველაფერს. აი ეს იყო ქრისტე კი არა, ქრისტე არაფერს შუაშია, ქრისტეს სახელით გაკეთებული, ხო? Christi არაფერი არის შუაში, მაგრამ აი ვერ გაიგებენ რას ნიშნავს ქრისტე, მე მგონი. ვერ გაიგეს რას ნიშნავს. ვერ გაიგეს. აი რო ქრისტე არის გაერთიანება ლოგიკის და ცნობის არის ქრისტე. ხო. აი პლატონის წერს ნახე, მართალი იმდენად ამაღელვებელი ამბავი იყო გელას და ამბობი ცრემლის გარეშე ძნელი იყო მისი მოსმენა. ხო? აი შენ სამჯერ იტირა შენს წინაშე კაცმა, ხო ეგრე? ხო. და როგორ ყვებოდა, მთელი გრძნობით ყვებოდა აი ამ ისტორიას, ხო?
ხო და მთელი დღე მაგაზე ფიქრობდი რა ხდება ამ ქალების გითხები და საკითხთან დაკავშირებით. და ეხლა გავიგე რა ხდება აი ქრისტიანობას წინ რა ხდება ამ ყველაფერი ქრისტიანობამდე რა ხდებოდა არა also was das Problem ist, warum das Christentum nicht verstanden ist von Menschen wie uns. Verstehst du? Weil was fehlt? Eine Komponente fehlt. Ja? Die Komponente Ragaige. ერთი კომპონენტი აკლია რა. ხო, ერთი ჰიპოსტაზი აკლია. ერთი ჰიპოსტაზი. ჰიპოსტაზი თუ არ ვიცი, ერთი ჩემთვის არის კომპონენტი რა. ადამს დედა ყავდა რას მიედ მოედებით ამბობს რატის შავგულიძე. ერთი კომპონენტი. რატი გირჩენე მოგუსმინო და ამ ადამის დედაზე ადამის დედა რა შუაშია. ადამიანის დედა რა ღმერთი შექმნილია. ჩვენ საუბრობთ დედა ღმერთზე. ეხლა ნახე გზნობებით წაართვეს და ლოგიკას თავისი მატერიალური კეთილდღეობისთვის მედია წერს. ხო მედია. რა არის იცი? აი ნახე. ჩვენ რელიგიაში არის ესეთი კაცური პოლიტიკაა რა, მამა ღმერთი და ძეც ძეა. გესმის? ქალიშვილი და დედა ღმერთი არ არსებობს საერთოდ. არსებობს მარიამი, ღვთისმშობელი მარიამი, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ესეთი ხორციელი რაღაცა, რომ აიღონ მისგან ხორცი, ღმერთმა აიღოს ხორცი და მარიამი სრულად უნიშნელო ხდება მერე რაღაცა რა დროს მარიამზე ფიქრია, კაცო, აგერ ღმერთი უნდა მოკვდეს და ეცვას ჯვარს. კაცობრიობა რომ გაიაროს ეს გზა რომ გამოფხიზლდეს, აი აქ რაღაცა მოხდეს და აქ რაღაცა მოხდეს კაცობრიობის ისტორიაში, რომ აი სხვანაირად ვერ გაიზრდება კაცი. ღმერთმა ესე გადაწყვიტა, რომ ჩვენ ეს უნდა გავიაროთ ეს გზა, ადამიანებმა უნდა გავიაროთ ეს გზა, თავის თავი უნდა შეწიროს საბოლოოდ. ჯერ ხომ გამოგვაგდო იქ 64-დან რა. 64-დან გამოგვყარა. და რო გამოგვყარა გესმის, მაშინ არ მოინდომა ჩვენი თავის შეწირვა. ეთქვა რა, რომ კაი, შვილებო, რაღაცა შეგეშალათ და მორჩე, კაი, დარჩით აქ სადაც. არა, გამოყვა ბოლომდე გადაგვაგდო რა ნაგავში რა. საზისხარი ადამიანები როგორ ვერ მიხვდნენ. არ უნდა დაიჯერებინათ ღმერთისთვის. ხო და გველით შეუქმნა დაჟე, აი ძალიან არასწორი რაღაცეებს ვიგებ რა, აი თუ დაფიქრდებით ადამიანებო, ხო? ეს არის საბავშვო ბავშვების დონეზე თამაში შექმნილი მატრიცა რა. რომ აი ადამ და ევას დედა ყავდა თურმე. ისა რატი ერთი ისიც გითხარი რა ერქვა იმათ დედას. რატი? საწახვი. ქართველი სახელმწიფო ხომ თავისი მრავალფეროვანი ისტორიით არის ძლიერი, მით უმეტეს ჩვენი მთიანეთი, რომელიც იყო და არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჯავშანი. ერთი ვაშლის გულისთვის, ხო? ისა პლატონ, მე მაგას ვამბობ რა. მე არაერთი ისტორიაში გამიგია, რომ ესე იგი ძალით მიაღებინეს ქრისტიანობა, მე-17 საუკუნეში კი არა, კაცო, მირიან მეფის დროსაც დაშე რა. ეს ნინო რო შემოვიდა, წმინდა ნინო და შემოიტანა ცნობიერება, მე უკვე ის გადაიზარდა პოლიტიკაში და ეს მირიან მეფე რო დაერია ხალხს და ყველას ძალით მიაღებინა რა ქრისტიანობა, რაც პირდაპირ სისხლის მსმელი რელიგიად გადაიქცა რა ამის მერე ეს ქრისტიანობა. ჯვაროსნული ომებიც მერე ჩაერთვნენ. ეხლა მთის ხალხი, რომელსაც თავისი კულტურა აქვს, თავისი რელიგია აქვს, თავისი წარმოდგენა აქვს ღმერთზე, ხო? შენ შეგიძლია შესთავაზო ამ ადამიანს, რომ არსებობს ქრისტე, რომელიც აი ამ ცნობიერებით მოდის, მაგრამ შენ მიხვიდე ეს ხალხი მოკლა იმის გამო, როგორც ამერიკაში მოკლეს მთელი ეს წითელკანიანი ერები,
და ქრისტიანობა შეუტანეს რა, გაანათლეს ხალხი. თავიანთი კულტურა ქონდათ იმ ხელა დონეზე ღმერთთან კავშირში იყვნენ, ქრისტიანობა შეუტანეს და ყველანი მოკლეს რა. დღეს ერთი წითელკანიანების წარმომადგენლობა იშვიათია ამერიკაში. ანუ ქრისტიანობა შეუტანეს. ნუ ეხლა კარგით რა, ეხლა თუ ადამიანები ხართ, თუ მართლა ქრისტიანები ხართ, ქრისტე არ ვიცი როგორ ჩერდება, კიდევ როგორ ჩერდება აქამდე, რომ არ მოდის და ამ ყველას თავს არ დააცლის მართლა რა. Wie kann der da oben ewig warten? Wie kann der da oben ewig warten und dieses ganze Unrecht, das auf seinem Rücken, auf seinen Worten passiert, erdulden? Wie kann der das? Sag. ხო, ეხლა რა თქვა იცით ჩემი მეუღლე? როგორ ითმენსო ქრისტეო, რომ თავისი სახელით ამდენი უსამართლობა ხდებაო და კიდე ითმენსო რა. და ვიღაცა გამოხდება ეხლა იტყვის რომ ელოდება იმ ბოლოჟამ ბიჭო, რაღაც ელოდება, რომ ყველა რომ გადავავსებთ ამ დედამიწაზე ცოდვებით და მოუკვდებით სულიერად. მაგრამ საქმე იმაშია ქრისტეს კი არ განვიკითხავ და რატო არ აკეთებს. ნუ ამას ჩვენ გითხრა ღმერთმა რა, შვილებო, ჩემი შვილი, მე მოვედი ჩემ შვილადო, მე ჩემი თავით შევწირეო, მე თქვენ ვერ გადაგარჩენთ, თქვენ თუ ვერ გადაარჩენთ თქვენი თავიო რა. აი ეს უთხრა ღმერთმა ადამიანებს, გესმით? და აწი ჩვენ ღმერთს კი აღარ უნდა ველოდეთ და ქრისტეს ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში. ჩვენივე პასუხისმგებლობა რა. ლაშა კუკულავა წერს მართალი ხარ. პლატონი წერს ქრისტეში არის თავისუფლება და არა ძალმომრეობა, ხო? და წარმოიდგინე ახლა მიდიხარ მე რო ჩემს მეზობელთან მივიდე რა. და მე მგონია თავი ქრისტიანი. ქრისტე გამომეცხადა. ქრისტე მითხრა ჯვარი უნდა ვატარო. გესმის როგორც ის იმას ბიზანტიის იმპერატორს და მივიდე ჩემს მეზობელთან და უთხრა იცი რა მეზობელო, მე გამომეცხადა ქრისტე და მითხრა რომ ჯვარი უნდა ვატაროთ ყველამ. და მეზობელი მე კარგი რა შვილო რა, შენ ხო არ ურიკინე. და მე აბა როგორ რას ფიქრა მითხარი? შენ ეგეთი რამე მითხარი და ეხლა თავი უნდა მოგაჭრა, შენ როგორ მიაკადრეჭა ჩემს ღმერთს. და რომ დავუწყო ჩემს მეზობელს ჩხუბი იმაზე რომ მე ღმერთი გამომეცხადა მე, კაცო, მე ჯვარი მომცა და მითხრა რომ უნდა მოვკლა ყველა თუ ამ ჯვარს არ ატარებენ. წარმოგიდგენიათ ხალხო, აი ასეთ მართველს ჩაუგდეს ხელში, რომელიც თვითონაც არ იყო ქრისტიანულად მონათლული. სიცოცხლის ბოლომდე არა ქრისტიანი იყო და ბოლოსაც არ მოინათლა, ეხვეწებოდნენ რომ მოინათლეო და არ მოინათლა. სიკვდილის სარეცელზე იყო უკვე. და ჯვარი. აი ეს ბიზანტიური მესამე საუკუნეში, მეოთხე საუკუნეში რომ შემოიტანეს ეს ამ რა ერქვა, კაცო, კონსტანტინე კი არ ერქვა და ალექსანდრე თუ კონსტანტინე? კონსტანტინე პირველი, ხო? კონსტანტინე პირველი იყო, მე თუ არ ვცდები რა. ბიზანტიის იმპერატორი, რომელმაც გამოცხადება მიიღო ელენეს შვილი, კაცო, რა ერქვა? ელენე და კონსტანტინე. ხო და წარმოიდგინეთ რა, ამ ტიპმა, რომელიც თვითონაც ქრისტიანი არ იყო, ხალხი დახოცა. ხალხები გაანადგურა, რომ იმისათვის რომ ჯვარი ეტარო, ცაზე დაინახა ჯვარი და ღმერთის გამოცხადება იყო. ღმერთმა უთხრა, რომ ხალხები დახოცეო რა. თუ არ გაგიჟდება ადამიანი, არ ვიცი რა, თუ ამ ყველაფერს სიღრმისეულად ჩაუღრმავდება რა. და მე ის არ აკვია, მართლა შეერათ ეხა ბერებს და მღვდლებს, რომ ქრისტიანული რელიგია გვაქვს ჩვენ რა, ანუ ქრისტეს სახელით ან მართლმადიდებლები, ანუ კათოლიკები, ან ქრისტიანულია. რა ქრისტიანულია შვილო? ქრისტეს სახელით ყლა გაგიგია შენ ვინმესი? და მითხარით რელიგია, ან მართლმადიდებლები, ან კათოლიკები და ან პროტესტანტები, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღოთ რა. კვლელობებში მონაწილეობა არ მიიღოთ ქრისტეს სახელით. თქვენ თუ მაგას დამიმტკიცებთ, რომ არ აქვს მიღებული მონაწილეობა, მე ისტორიასაც კარგად ვიცნობ, ვინ როგორ იღებდა მონაწილეობას. თამარის დროსაც კიდე დაჟე თამარის დროსაც ჯარი იყო გაგზავნილი ჯვაროსნულ ომებში. არ მიგვიღია მონაწილეობა, არა და ბოდიშიც მოვიხადეთ მერე.
მოვინანიეთ? როდის მოვინანიეთ მართლმადიდებლებმა, რომ ჩვენ ქრისტეს სახელით ვკალით ადამიანები? მითხრათ, რომელმა პატრიარქმა მოინანია და რომელმა პატრიარქმა გამოსცა ეს ხმა მაღლა, რომ ვინანიებ, რომ ჩვენ ისტორიას ეკლესიის ისტორიაში, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა სამარცხვინოა და ქრისტეს სახელით მკრეხელობა და ეს არის ყველაფერი არასწორი და სატანური, რომ ჩვენ ქრისტეს სახელით ვკალით. მითხარი, რომელმა პატრიარქმა განაცხადა ეს ხმა მაღლა და მოინანია სრული ერის სახელით. აი მითხარით რა, თუ თქვენ მეტყვით, რომ მართლმადიდებელმა რომელმა პატრიარქმა ეს გააკეთა, მე გეტყვით, რომ კარგი, ბოდიში ძმაო, მე არ ვიცოდი ამის შესახებ და ხელები ამიწევია, მონანიებულია თურმე. მართალი ხარ თამარ, წერს რიმა. ხო, კონსტანტინე დიდი, ხო, მადლობა ლია, რომ შემახსენე. პირველი იყო კონსტანტინე, პირველი იყო ეგ და დიდი დაარქვეს მე. Deswegen Konstantinopel, oder? ხო, აბა რა. და მართალი ხარ თამარ, კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე. ხომ გახსოვს ციკლაური სიმღერა მართლმადიდებელი ვარო იძახის კაცმა და ხალხი კლა, რომელ ქრისტიანობაზე საუბარი. ბერი ნიკოლოზი არ არის მართლმადიდებელი? ბერი ნიკოლოზი არ არის მართლმადიდებელი? ეგ ბერ ნიკოლოზს კითხეთ, მე რატომ ეკითხებით, არ ვიცი. მართლმადიდებლურად იქნება მონათროლი და თვითონ რა აზრის არის ახლა ამ საკითხთან, არ ვიცი, არ მილაპარაკია მე. კონსტანტინე დიდი შექმნა ხელოვნური ვითომ ქრისტიანული რელიგია. ხო და ეს არის, ეგ იყო ზუსტად კონსტანტინე დიდის მერე დაიწყო ეს ომები, გახლეჩვა, გამოხლეჩვა ამ ქრისტიანული სარწმუნოებისა, მერე საქართველოსეც გავლენა ხდებოდა და შემოდიოდნენ ეს ბიზანტიელები, რომ გავლენა მოეხდინათ ამ საქართველ მართლმადიდებლებზე, რა ვიცი, ესე ვიტყვი რა მართლმადიდებლებზე და ეს ზოგი მოხვდა მაგათ იმაში, ჩაება მაგათ ჯაჭვში და წნეხში იყო მერე სრულიად ეკლესია, მერე დავით აღმაშენებელი მოვიდა და დავითმა გაწმინდა, მაგრამ თვითონვე მიიღო მონაწილეობა ამ ჯვაროსნურებში, რა აჯაფსანდალია მაგარი რა, კარგით რა ხალხო რა. ძალიან დიდი აჯაფსანდალი იმიტომ არის, რომ აი წარმოიდგინეთ ახლა რა. ვიღაცა ამას როგორ ამართლებს, ის შე რომ შემოგივარდებიანო სახშიო. და ბავშვის მოკლას დააპირებენ, შენ არ მოკლავო იმ ადამიანსო? ამით ამართლებენ, როგორ სახელმწიფოს თუ გართმევენ, შენ არ უნდა მოკლა? ქრისტეს მითხარი, რომელი სახელმწიფო ეკუთვნოდა? აი, ქრისტეს შემოიფარგლა თავისი საზღვრები, რომ ეს სახელმწიფო მე მეკუთვნის და არავის სხვასო? და აი, აქ ვინც ფეხს შემოდგავს, მოვაჭიყურებსო? აი, თუ მეტყვით მაგას ქრისტემ, რომელი სახელმწიფო შემოიფარგლა თავისთვის, და იქ დადგა ხალხი და დაიცვა ის ხალხი დანით და ხანჯლით და თოფებით, მაინტერესებს რა ერთი. იქნება არ ვიცი და თქვენ იცით რა. მაშინ გეტყვით, რომ კარგი ხო, ქრისტიანული ყოფილა მაშინ ეს საკუთარი სამშობლოს დაცვა, ადამიანების კლა ქრისტიანული ყოფილა, ვიტყვი, მაგრამ ყოფილა? აი, გეკითხები, ყოფილა? აბა შემომხედე ახლა მე. ქრისტე რომ მოვიდეს აქ. ხო. და დაინახოს ეს ვითარება. რა ხედავს ისედაც, მაგრამ აი თქვათ მოვიდა ქრისტე ჩვენთან რა. ხელს თავზე გადაგვისმევს და გვეტყვის რა კარგად მოქცეულ ხართო? რა კარგად გააკეთეთ, რომ ძუძუები დააჭერით იმ ქალებსო და ჩემი სახელი მიაღებინოთ, გვეტყვის? აი, თაკო საერთოდ რა. Die Kreuzzüge არ ვიცი რო ჯვაროსნული ომები. ხო. აი რა არის ეს? რა კარგი ქენითო რომ ეს წითელკანიანებიო გააქრისტიანეთო და სულ ყველა მოკალითო. კარგი ქენი იტყვის. არა, არ იტყვის. საერთოდ არ იტყვის. რა ქენით? რა ქენით აქ? აბა რა ქენით აქ? Das würde er sagen. იცი რა, რომ შენ დღეს მღვდლები ამბობენ, რომ ხელში უნდა ავიღოთ იარაღი და რუსებს ამართლებენ, რომ კლავს ხალხს. ქრისტეს სახელით? არა, აი ყველას ვინც ეკუთვნით თუ wer Waffen und Krieg
ხო, ვინც იარაღს ხელში იღებს და აკურთხებს, ეს არ არის ქრისტიანი. მე მგონი თუ ეგრეა. მე მგონი სხვა ფიქრობ რომ მაგარი ქრისტიანი არის, მაგარი ქრისტიანი ბრძოლობს, ეშმაკებს და ესეც. ეშმაკებსებისთვის. პლატონი ამბობს, მოყვასის სიყვარული არის ჭეშმარიტი ქრისტიანული მოყვასის სიყვარული, აისახება ქრისტეს სიყვარულში. ხო, აბარა. მე ეგრე მესმის რა. ქრისტე თუ თავს შეწირავს და გვაჩვენებს, რომ მე უნდა შევწირო თავიო, ხო? და ჩვენ კიდე ნახე მე რომ ღმერთს გუბრაზდები თითქოს რა, რომ ბიჭო თუ შენ გვასწავლე ის რომ თავი შეწირე და ის ფენი რა ქვია, შვილი შეწირე და შენი შვილი შენ იყავი, ხო? მე რატო უნდა გავმართლდე მაშინ რომ ხელში ავიღო ისა იარაღი და ამ დეგენერატებს რომლებიც მოდიან ჩემს დასაპყრობად და ვითომ მიწის წასართმევად შევათხლიშო ეს იარაღი და მოვკლას უკვე რატო ანუ ვის მსგავსები ამ დროს რა იმ მაგალითს მსგავსები რომელიც ღმერთმა მომცა მე რომ თავი შევწირე მე თქვენ დებილებისთვის ყრუებისთვის და ბრმებისთვის რომელიც ხელში აიღებთ იარაღს და კეთილკაც მოკლავთ უი დადნა ხო აი ვთქვათ მე ვარ სამართლიანი ქრისტე სამართლიანი იყო ხო სამართალს ლაპარაკობ მე ვარ გავარ ჩემს მიწაზე კაცო და არაფერი დამიშავებია შენთვის გამანებეთ მაგრამ მოდიხარ შენ და მეუბნები რომ არა გადაიწია აქედან მე უნდა დავდგე აქ ჩემია რა და მე ამოვიღო ხმალი და მოკლა რატომ ქრისტემ არ ამოიღო ხმალი და მოკლა ეს ხალხი ხო რატომ არ გააკეთა ქრისტემ რა თავის ხალხს დაცვა არ უნდოდა თავის შვილები არ იყვნენ ისინი ვისაც დაცვა უნდოდა და იმედზე იყვნენ ქრისტეს იმედზე რომ აი დაყვებოდნენ და გაყვნენ მიატოვეს ყველაფერი და გაყვნენ ნონა ახვერდიშვილი წერს ნამდვილი ქრისტიანები იყვნენ კატარები, ისინი იყვნენ ნამდვილი ქრისტეს მიმდევრები, მისი სიტყვის შესრულებელი, შუა საუკუნეებამდე არსებობდა ეს ხალხი, რომლებიც ქრისტეს თანამედროვეს შთამომავლები იყვნენ. კატარები. არ ვიცი, ნონა პირველად მესმის კატარების შესახებ. ეს კატარები ჯვაროსნებმა დახოცეს. ხო, ნუ ეხლა თავისთავად მეგობრებო რა. აი მე ხვალ მექნება საუბარი იმ ქალბატონთან, რომელი ქალბატონის მეუღლემაც დაწერა ამ წიგნის შესახებ, ისა წიგნი როგორ დახოცეს ის მღვდლები და სასულიერო პირები მე-17 საუკუნეში მე მგონი თუ არ ვცდები შემოსულმა ვითომ მართლმადიდებლებმა და მღვდლები, რომლებიც ხელში არ იღებდნენ იარაღს, როგორ ჩახოცეს. და ეს მამაო, რომელმაც წიგნი დაწერა ამაზე, ხო? როგორ იდევნებოდა ეკლესიის მიერ. ამ მამაოს მეუღლესთან მექნება ხვალ საუბარი და იმედია ლაივსაც შავწერთ და უფრო მეც გავიგებთ. ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და სერიოზულად მართლა ძალიან დიდი ცვლილებები, ანუ შინაგანი ცვლილებები მე-19 საუკუნეში, პლატონ ხო შეიძლება მე-19 საუკუნეში. დიდი ცვლილებები გამოიწვია ჩემ შეხვედრამ გელა ბექურიძესთან რა. ეს გელა ბექურიძე მეგობრებო იყო იმ გვარიდან, რომელ გვარშიც ეს მოხდა. რომელ გოგოშიც ჩაისახა შვილი სასწაულებრივად და რომელი გოგოც ჩაქოლეს. ეს იყო ბექურიძეების გვარიდან ეს გოგო. ანუ წარმოიდგინეთ რომ პირდაპირი გაგებით ჩვენ რომ გავიგოთ ანგელიოსთა რჩეულთა წარმოიდგინე ანგელოზმა თუ ჩასახა გოგოში არსება და ფრთები შეისხამენ და გაფრინდა ეს გვარის წარმომადგენელი რომელმაც 5 გენოციდი გაიარა უნდა იყოს აუცილებლად ღვთიურთან კავშირში, ანუ ღვთიური გენის კავშირი, ღვთიური გენი უნდა იყოს რა მასში. და აქედან გამომდინარე, იმიტომ მოხდა ჩვენში დიდი ტრანსფორმაცია, რომ ამ ადამიანის
თვალებში ჩახედვამ, ხო? მე ხომ გითხარით, რომ მისია აქტიურდება და ყველაფერი აქტიურდება იმ დროს, როცა თვალი თვალში საუბრობს, ენერგეტიკულად. გასაღები მორგება ხდება აქ. და იხსნება ახალი პორტალი. და ეს ახალი პორტალი მარტო იმ დღეს არ თავდება, იმ დღეს იხსნება და მე რა ცვლილებებსაც მოიტანს, აი ეს უკვე მე დროის განმავლობაში ჩნდება. და აი ხომ გეუბნებით რა, ძალიან გუშინ მე იმდენად ცუდად ვიყავი, აი ამ ისტორიის გამო, რომ დაფიქრდე ხა ადამიანი რა, როგორ დიდი უსამართლობა მოხდა. ჯერ მარტო იმ მომენტში, რომ ამ გოგოს ჩაქოლავენ, წარმოიდგინეთ 16 წლის, 17 წლის ბავშვი მარტო გააგდებენ იქ, რა ქვია, მთებში, ყინვაში, არ მოკვდება, ხა ორსული გოგო არ მოკვდება და გაზაფხულზე ბავშვს მარტოდ გააჩენს, ხო, ხა 16 წლის, 17 წლის ბავშვი მარტოდ გააჩენს შვილს და იქაც არ დააყენებენ, ავლენ და ჩაქოლავენ. რა გინდა შვილო, გაანებე თავი რა, იყოს თავისთვის. გიშლის რამე? არა, აი აქ თავში რო ჭია შეუძრება ადამიანს. და მე გაისმება ხმა და მთელი სოფელი ამას დაიჯერებს, გზეციდან გაისმება ხმა. ეს ბავშვი რო აფრინდება პატარა ყრმა. ხო, ახალშობილი იქნება, ახლა 1 წლის არ იქნება თუ ზამთარში გააგდეს და გაზაფხულზე ნახეს, ესე იგი რამდენიმე თვის იყო, ხო, ეს ყრმა, რომელსაც ფრთები გამოებმება და გაფრინდება. და ეს ხო სასწაულებრივი ძალებია და იხილავენ ამას ეს ხალხი. და ამის მერე ქალს, რასაც ეტყვიან ზეციდან, იმას ასრულებენ, რომ ქალი არის ღვთისმსახური. ქალს აღიქვავენ კი არა, როგორც უთხრეს, ისე აკეთებენ. ქალი არის მატრიარქი, ბოლო სიტყვა ქალს ეთქმის, ხო? და მოდი ხარ შენ და ისა რა ქვია, ამ ყველაფერს წყალში უყრი და თანაც სატანურად რა. ესეც ხო ძალიან დამთრგუნელა, ორი დიდი საშინელი ამბავი გესმის ამ დროს და თუ ადამიანი ხარ, იგრძნობ ამას რა. იგრძნობ და განიცდი, ემპათიის უნარი თუ გაგაჩნია. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამცველი მხედრები 2000 ქართული გაჟლიტეს. პლატონ ეს მე-19 საუკუნეში, ხო? რიმა, მასე რომ ფიქრობენ, ყველა ადამიანი თამარ იესოს ქადაგებაზე ქვეყანაზე აღარ იქნებოდა ამდენი ბოროტება და შური და ბნელებიც გაქრებოდა და გვექნებოდა ბედნიერი ცხოვრება ამ სამყაროში. რიმა. ხო უნდა დავამყაროთ არა ერთხელ და სამუდამოდ. უნდა დავამყაროთ ეს ქრისტეს ცნობიერება რა. უეჭველი ქრისტეს ცნობიერება და არა ფსევდო ანტიქრისტიანული ცნობიერება. მედია გველესიანი წერს, მთიულეთში ქალები მარტო არ აჩენდნენ შვილებს, მარტო მშობიარობდნენ დახმარების გარეშე. ხო, ეთყობა ამაზონკებს რო ეძახდნენ, ეგენი იყვნენ, მეისრეები იყვნენ, მეუბრძოლები იყვნენ და როგორც მე ვიცი, ბრძოლებშიც უძახდნენ მაგ ხალხს, ქალებს იწვევდნენ ხოლმე ომში და აი უმრავ ერთ-ერთ შემოსევაზე, ერთ-ერთი ქალბატონისგან ვიცი, ისტორიკოსისგან, ერთ-ერთ შემოსევაზე, როდესაც ხეებზე იყვნენ ამცრალი და მტერი შემოიტყვეს და მე დაესხნენ, მტერმა რაც გაჟლიტა ხეებზე, ხო? უმრავლესობა ქალები იყვნენ, ესე იგი ქალი მებრძოლები ყავდათ მთის ხალხს. კი, ცარისტული რუსეთის ოკუპიის დროს პლატონი წერს, ესე იგი რომ 2000 საწავიდა გაიქცა ახლა ეს ინფორმაცია. რუსები იბრალებდნენ, ამორძალი ქალები გვყავდაო.
იცით რა არის მეგობრებო, ანუ გასარკვევი გვაქვს რა ჩვენ ეს საკითხები და იმდენი რამე არის ჯერ კიდევ მოსანანიებელი წარსულიდან თუ ახლო წარსულიდან ხო როგორ უნდა თქვა ჩვენმა ეკლესიამ რომ ჩვენ დედა ეკლესია ვართ და ყველაზე წმინდა და მართალი აი ვერ უნდა თქვას რა ამის მერე რასაც გავიგებთ ისტორია როგორ არასწორად ვითარდებოდა ამ ქრისტიანობის გავრცელება ხო აუცილებლად უნდა მოინანიოს ეს ეკლესია, აუცილებლად, თორე არ ვიცი, მოსულია უკვე ბოლოჟამი და როდისღა უნდა რომ მოინანიოს, ხო? როდისღა უნდა რომ თავი გადაირჩინოს, როდის? როცა უკვე გვიან იქნება? პლატონი წერს 2000 ქართველი მხედარი, რომელიც 60 კილო ეკლესიის სიმდიდრეს დამცველები გაჟლიტეს რუსებმა, ესე იგი მე-19 საუკუნეში, ხო პლატონ? ხო, ესე იგი და წაიღეს ის მთელი ის განძი დღესაც გააქვთ, დღესაც ახლა ქალბატონისგან მესმის, არ ვასახელებ რა სახელს, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და დაცული, ესე იგი ჩვენი არქივები და მუზეუმები იძარცვება. ისე იძარცვება, რომ ხალხში არც გამოაქვთ ეს. ეხლა აი ამ ბოლო წლებში 15,000 ქართული ანუ კულტურის ძეგლი გაიტაცეს. არ ვიცით, ვინ წაიღო, სადაც გაიქურდა. როგორ, სად, ვინ? კაცო, რა ვერ გამოიძია ამ სახელმწიფომ. გაიქურდა კი არა, გაიყიდა ხალხო, გაიყიდა და არც გითხრეს, არც გაცნობეს ამის შესახებ, იცით თქვენ. პლატონი წერს, რომ განძის გატანა სვანეთში მოასწრეს თამარო. ხო, ნუ რა იყოთ ხალხო, რა არის, რა ღორობა დაგემართათ, რა გჭირთ. რა ვეღარ გაძეხით ამ განძით. რა ვეღარ გაძეხით, რა ვეღარ ახვედით იმ ცნობიერებაში, რომ არ არის ეს მატერიალური მნიშვნელოვანი. ნუ მიეცით თავის, მე იცი რა მიკვირდა? გერმანიაში რომ გამოფენებზე რომ დავდიოდით რა, როცა ქრისტიანულ არქეოლოგიაზე ვსწავლობდი, ბიზანტინურ ხელოვნებაცოდნეობაზე, გამოქონდა და ეს ქართული. კი, მაგრამ თუ ქართულია და იცი საიდან მოდის ეს, დაუბრუნე იმ ერს უკან რა. რა ქართულია და საიდან არ იცი საიდან მოგეც ჩაგივარდა ხელში და შენად ისაკუთრე? ხო და დაუბრუნო იმ ერს უკან, თუ იცი რომ ქართულია რა. ვის რა შეაინტერესებს ან რამის მონანიება, ან რამის გამოსწორება, არავის არ აინტერესებს. ამ ხელა ცივილიზებული ქვეყნები ვართ, თურმე ევროპა, თურმე აზია, ჩვენ ქართველები და ისა. ეს ქართულია ეს ნამუშევარი, მაგრამ მე მაქვს ინგს ქართველებს ვერ აქვთ. მე გამოვიმუშავებ ამით ფულს და ისა ცივილიზებული ქვეყანა ვარ. ცივილიზებული თუ ხარ შვილო, ხო იცი რომ ქართულია ეს ნამუშევარი. წაუღე და დაუდე იმ ქართველებს და უთხარი, აი ქართველებო, რა კარგი ნამუშევარი გაგიკეთებიათ, ეს თქვენია და ჩვენთან ნუღა იქნება. გიბრუნებთ უკან. არ ვიცი როგორ მოხდა რა უსამართლო გზით, მაგრამ ჩვენი არ არის, თქვენია. ხო ვიცი, მეცნიერი ხო ვარ. ხო ვიცი რომ ქართულია. ხო და დააბრუნე უკან. ვისი საკუთრებაა? ვინც გააკეთა იმისი, ხო? ნონა წერს, თამარ საინტერესო იქნებოდა კატარები მოგვეძიებინა, ხომ წარმოგიდგენია რამხელა სწორი ინფორმაცია ექნებათ ქრისტეზე, ისინი ხომ ქრისტეს თანამედროვეს შთამომავლები არიან და ზუსტად იცავენ ქრისტეს სიტყვას. იცი რა, ნონა, მე ამ ბოლო დროს მომივიდა ხმა ამ ადამიანების შესახებ, მაგრამ სურვილს არ იჩენენ, რომ ხმამაღლა დაიწყონ საუბარი მათ. ანუ კატარები თუ არ ვქოთ, არ ვიცოდი, მაგრამ მე მომივიდა ხმა, რომ ქრისტეს უშუალო შთამომავლები არიან და ხო, არ ვიცი, რატო არ სურთ რომ ხმამაღლა დაიწყონ საუბარი, ვიცი, იმიტომ რომ მთელი ჯოჯოხეთი მაგათ დაესევა მე, ესეთი ისა აქვთ, ახსნა აქვთ და
თუ სურვილს გამოთქვავენ ნებისმიერთან ჩავწერ live-ს, აი რა ვიცი. ხო, 10 მილიონი რუსული ოქროს თუმნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გატანილი აქვს რუსეთს. 10 მილიონი რუსული ოქროს თუმნის სამოციქულო ეკლესიის ალბათ ესენი ხო ძეგლები ნამუშევრები. პლატონ რას ვიზავთ? არ ვიცი რა, კაცობრიობის ცნობიერება უნდა ამაღლდეს და ერთადერთი რისკენას მიდის ეს კაცობრიობის ცნობიერება ამაღლდეს, რამდენად გააცრუოს სხვა, რომ გამოიმუშაოს თვითონ მეტი ფული. ყველა, ესე იგი, ნებისმიერი რეკლამა, რაც კი Facebook-ში მოძრაობს, მაგას გახვირის და ვითომ მაგარი ტიპები არიან, თან ქრისტიანი ტიპები არიან, გესმით? ეკლესიაში დადიან და ეს ილია მეორეს ეთაყვანებიან და როგორ გააცრუონ და გაღლიტონ სხვები იმაზე არიან ჩართული და გასწავლიან ამის ტექნიკებს რა. სად არიან ფიზიკურად კატარღები? საქართველოში არიან. ქართველები არიან. მე ესე მომივიდა ხმა და ეხლა რა ვიცი, ვერ გადავამოწმებ ნამდვილად. ეხლა შენგან მესმის პირველად რომ მაგათ ვქეთ კატარღები. მაგრამ ჩემთან მოვიდა ხმა რომ ესენი არიან ქრისტეს უშუალო სისხლის წარმომადგენლები. და შთამომავლები რა, სისხლის მიერიც შთამომავლები. და საქართველოში არიან ქართველები. განძი, კატარები. ხო, განძი პლატონის ხელნაკეთები, ყველაფერი საერთოდ ოქროს ხო ესეთი თვისება აქვს, რომ შეგიძლია გამოიკვლიო რომ საიდან მოდის და დაჟე რომელი რეგიონიდან მოდის, აქვს მაგის თვისება თურმე ოქროს და ყველა ძირითადად ოქრო რო საქართველოდან არის გატანილი, ეგეც ხო დამტკიცებულია უკვე. და ცხონებული პეტრე ქოჩაკიძე ამბობდა, რომ ესე იგი მთელი ინფორმაციული ველი ხეტყის მასალა და მთელი ეს ძვირფასი ლითონები გახქონდათ ფოთიდან. ანუ ფოთის ზღვიდან გახქონდათ და საიდან იზიდავდნენ ამას იქ ფოთში როგორ აგროვებდნენ, ეგ აღარ ვიცი, მაგრამ ფოთში გახქონდათ ფოთიდან გახქონდათ ეგვიპტეში. და იქიდან მიჰყავდათ ასევე ფარავნებიც. ანუ ცნობიერი ხალხი, აქედან წაიღეს ყველაფერი საქართველოდან. ფარავნებზე რომ ფარავნები ხო ძირითადად დამტკიცდა რომ კავკასიური გენის არიან. გამოდის ქრისტეს სანათესაო ყავდა როგორც შეულებრივ ადამიანს. იცი რა მედია, მე მითხრეს და რამდენად ვერ გადავამოწმებ რა, ერთადერთი შემიძლია რომ ვენდო ამ ხალხს, ამათ ნათქვამს, რომ ქრისტეს ყავდა ცოლიც და შვილებიც. და მათი შთამომავლები არიან მაგდალინელი იყო ქრისტეს ცოლი. მაგდალინელი იყო ქართველი. ისევე როგორც ქრისტე იყო ქართველი, ისევე როგორც მარიამი იყო საქართველოს ტერიტორიიდან. და ეს ხალხი, რომელიც ქრისტეს უშუალო წარმომადგენელი, ამას ყავდათ მცველები, რაჭის ტერიტორიაზე იყვნენ წარმომადგენლები, ესე იგი, რა ერქვათ, თავიდან ამომივარდა ეხლა ძალიან უცნაური სახელია, მცველები ერქვათ რა, რაღაცა მცველები ერქვათ. და აი ეს მცველები იცავდნენ ამის სისხლს, ანუ გრალს. გრალი იყო ეგ რა, სისხლის წარმომადგენელი, რომ არ მოეკლათ. სვანეთში და რაჭაში იცავდნენ აი ამ გრალის სისხლის წარმომადგენლებს. ფუსტები. ფუსტი მეომრები. და აი ეს ფუსტები რო იცავდნენ, დღემდე შემოგვინახეს პრინციპში აი ეს გრალის წარმომადგენლები ქრისტეს შთამომავლობა. ხო და არ ვიცი სად არიან და როგორ არიან, მაგრამ ალბათ სავარაუდოდ როცა საჭიროა, მაშინ გამოჩნდება. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო და მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ კი ფუსტები კი არა და ეს კატარღები,
თუ დამიკავშირდებიან ეს ადამიანები, ძალიან მოხარული ვიქნები. უკვე ჟამია და ალბათ უნდა გამოვიდეს ყველაფერი გარეთ და თუ კი მოინდომებენ ლაიფის ჩაწერას, აი რა ვიცი, ძალიან გამახარებენ რა. ეხლა მე წავედი, გაკოცეთ ყველას, ვიფიქროთ რა ერთად რა, ცნობიერების ამაღლება ხდება და ერთად ავმაღლეთ ამ ცნობიერებაში რა და ჭეშმარიტ ქრისტიანობაში ჩავიხედოთ რა, რას ნიშნავს ჭეშმარიტად ქრისტიანობა, ხო? და აი რა ვიცი, ნახოთ ერთად გავერკვეთ ამ საკითხებში. გმადლობთ ყველას მოსმენისთვის და გაკოცეთ და აი ხვალ მიხარია ხვალინდელი დღე იმ ქალბატონს რომ უნდა გავესაუბრო. აბა თქვენც